ამიტომაც ყובה იმზარი ამ დეტალზე. ხო და ძნელი იყო ახლა მებრძოლისთვის ყოველთვის ძნელია როცა უკან ოჯახი გეგულება ისეთ მდგომარეობაში რომ შენ ვალდებული ხარ უკვე თავი შეაყრა. პირდაპირ სული ამ სიტყვის მნიშვნელობით. ხო და ძნელია რა თქმა უნდა რომ შემოტევები ვარ იმაზე იფიქრო ახლა აქ მტერს დავხვდი იმაზე იფიქრო იქ შენს ოჯახს რაღაც არ შეიტყვას და უკვე იმ პერიოდისთვის დაშორის ორჯერ მე გავიყვანე ავტობუსით ჩვენი ავტობუსით კამანის ქალები და ბავშვები წითელი ფერის ავტობუსი კამანის ქალები და ბავშვები მაინც უკან ბრუნდებოდა ერთხელ შენთან ერთად სვანეთში ავიყვანეთ ხო გახსოვს შენსორეულებთან ხო შენსორეულებთან ვიყავით ბოლომდე გუჯაბიჩიანი იყო ამის ორგანიზატორი და გთხოვდა ყველას ეხეწებოდა რომ ქალები და ბავშვები მაინც მოაშოროსო და აი გუჯაბიჩიანის მაგრამ აი ეს ქალები არიან გმირები რომლებმაც არ დატოვეს ოჯახის წევრები და უკან ბრუნდებოდნენ ყოველთვის გავყავდა მაგრამ ბრუნდებოდნენ მაინც ის ქალბატონები ბრუნდებოდნენ რომლებიც უკვე ახალგაზრდები იყვნენ და ფიქრობდნენ რომ ისე თუ ასე დავეხმარებით რაღაც ნუ ამას ალბათ მე კიდევ მოუყვებით ერთ-ერთი ამისი და არის მეორე მერი პაკელიანი ცხონებული მოკლედ ისი თქვა მე და იმ დღეს ახლა იმ კამანის აგების კამანის დაცემის დღეს 5 ივლისს პოზიციებზე ვინც მე ჩაწერილი მაქვს თან ვიხსენებდი წერდი რაც უჩემოდ ხდებოდა ეს ხისგან ჩაწერილი მაქვს და მასალებს ისე თუ ასე ვაგროვებდი და შტაბში აღმოჩნდა 7 ადამიანი ანუ აქ ზაზასთან ერთად ეს არის ზაზა პაკელიანი მალხაზ გახიანი თამაზ ჩხეტიანი ჯიმ შერგადრანი ზაურ აფრასიძე ზაურ ჩხეტიანი და მამაჩემი ვალოდია კახი იქიდან დღეს ცოცხალი არის 2 ადამიანი ეს არის ზაური აფრასიძე და ჯიმ შერგადრანი არჩევები დაუბრუნდა. იმ დღიდან მონაყოლი. აი, მაგრამ უნდა გავიხსენოთ. მესმის ახლა ძალიან ნერვიულობთ. აი ეს თითოეულის ახლა მე რა თქმა უნდა დაინტერესებული ყველა არის, მაგრამ მე ჩემი მხრიდან დაინტერესება იმიტომ მქონდა რომ ჯერ და ზაზა არავისზე ნაკლებად, არც ჩემს ძმაზე ნაკლებად არ მიყვარდა ნათესავებიც ვარ. ნათესავები ვიყავით. პაკელიანი დედა მყავს და ბიძაშვილი მამიდაშვილი ვიყავით ერთმანეთს. და უსაყვარლესი პიროვნება იყო, ნუ, ჩემი უფროსი ძმა იყო. ხოთ არის ნერვიულობთ, მე ძალიან ნერვიულობთ, მე თქვენ ჩემს წინ შედღარ და ვხედავ ხა როგორ ნერვიულობთ. ჩვენთვის განსაკუთრებით ძიმეა ემზარი, იმიტომ რომ ძმაზე გიწევს ლაპარაკი, ნათესავზე გიწევს, მეგობარზე გიწევს, ყველა ერთმანეთის ნათესავები. ბოდიში, სამი ოჯახის წევრი დაეღუპა. ძმა, მამა და ბიძა. ძალიან ძნელია. ხო და როგორი საქმე. უკვე შუადღისთვის, უკვე 2-3 საათისთვის თითქმის ყველა პოზიცია დაკავებულია მტრის მიერ. შემოსული ალბათ. ჩვენ ახლა ეს პოზიციები ისე ახლოს არ ქონდა, რომ შუალედში არ გამოვიპარონდა ვინმე. ხა ჩემ პირველი პოსტი, პირველი სამუშაო იყო ჩემი იქ ჩვენ ორ-ორად ვგებოდით, ორ პოზიციაზე ვაყენებდი ბიჭებს, მაგრამ ყველგან არ იყო ამის საშუალება. ხალხის ნაკლებობა იყო, ხალხის ნაკლებობა და რელიეფიც აწყობდა მდგომარეობასთან. უკვე აღებული ჩახოცილია მთელი საბრძოლო ძალა თითქმის. ზოგიერთი რაღაც სასწაულებრივად გადარჩნენ. უკვე ბრძოლა მიდის შტაბში. აი ამათი მონაყოლი, აი ბიჭების წინა მხარეს, ანუ მტრის და საერთოდ სოფლის წინა მხრიდან ყველა 2 მეტრში ფანჯარა არის რა. ესეთი ადგილები არ არის თქვა რომ დაფარული იყო მთლიანად. და ესენი ფანჯრებიდან ისვრიან ეს ბიჭები, ჩვენი ბიჭები და ხედავენ რომ ზუსტად მიზანში ურტყავს, მაგრამ არ ვარდება, არ ყდება, ან დავარდება და ისე ვადგება. ნუ
ფრონი დამცავები აქვს და ეს ვერ გათვალეს თავიდან, მაგრამ შემდეგ ჩემს მას ვთქვამს, რომ ფეხებში ან თავში, სხვანაირად ვერ. ამ კორპუსს თითქმის ყველა მხრიდან აქვს კიდეები, შემოსასვლელები, მეორე სართულზე ასასვლელები და ისე აღმოჩნდნენ, რომ მხოლოდ ერთი მხარე დარჩათ ამათ თავისუფალი, ისიც ნახევრად თავისუფალი გასასვლელი. დანარჩენი უკვე ტერს უკავია. მეორე სართულებიც და ყველა მხარე. და პირდაპირ დერეფანში მიდის ბრძოლა. ამას ქვია ხელჩართული ბრძოლა. ბალხას თუმე უკვე გრანატომეტი აუღია და ამით ბრძოლობს უკვე იმაში, დერეფანში. მიუხედავად იმისა, რომ გრანატომეტს 20-25 მეტრი უკან სიცარიელი უნდა ქონდეს, იმიტომ რომ იმას ტალღას უკუდარტყმა აქვს. და ბიჭები ამბობენ, უკვე აღარაფერი ესმოდაო. იმდენად